რეჟიმის უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად და სადამსჯელო ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ამ წუთებში იწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იქ ფსიქოლოგები და სოციოლოგები იკრიბებიან, მხარდაჭერას უცხადებენ კოლეგებს, რომელთა სასამართლო პროცესი იწყება ამ წუთებში ქუთაისში მზია ამაღლობელის მხარდამჭერ შეკრებაში მონაწილეობის გამო. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის ყველა პატიმარს და აპროტესტებენ ოცნების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს. ნანო ჩავკვეტაძე მოგვიყვება მეც აქციისა და მისი მოთხოვნების შესახებ. დიახ, მხარდაჭერისა და დაუმორჩილებლობის საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თქვენ ამას კადრშიც ხედავთ, რომ ამ წუთებში იწყება ქუთაისში სასამართლო პროცესის პარალელურად სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქ იკრიბებიან სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ თავიანთ კოლეგა ფსიქოლოგებს პირველ რიგში მაია ცირამოასა და ქეთევან ფილაურს, ასევე ქუთაისში მოსამართლის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის 9 მონაწილეს, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალ დარღვევის ოქმი აქ შეკრებილი ადამიანების აზრით აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზითა და საფუძვლით შეუდგინა. მე ახლა აქციის მონაწილეებს გავესაუბრები, მათ ვკითხე უფრო მეც თავიანთი მოთხოვნების შესახებ. გამარჯობა, წარგვიდგინეთ, თქვენი თავი ფსიქოლოგი ხართ. მე მგონი პირველ რიგში, როგორც აქ ბანერებზე წერია, თქვენი კოლეგებისა და აქციის 9 მონაწილის მხარდაჭერისთვის, დაუმორჩილებლობისთვის ხართ შეკრებილები. მათ არ გადაუკეტავთ არც გზა მოსამართლის სახლთან. თქვენი თქმით ამას აქ ლაპარაკობთ, შეკრებილი ადამიანები ამბობთ ხშირად, რომ იქ არ დაფიქსირებულა სინამდვილეში არანაირი მართლწესრიგის დარღვევის ფაქტი, თუმცა მათ მაინც შეუდგინეს ოქმი და ედავებიან ამას. გვითხარით, რას ემსახურება თქვენი აღქმით სინამდვილეში ეს ოქმი, რომელიც მათ შეუდგინეს? ჩვენი დღევანდელი გამოსვლა ასევე ემსახურება ისევე როგორც სხვა საპროტესტო გამოსვლები ამ შემთხვევაში იმას, რომ სრულიად რეჟიმი უკანონოდ ექცევა მშვიდობიანი აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, აბსოლუტურად მშვიდობიანი გამოხატვის ფორმით, როცა გამოხატავენ ამ პროტესტს და ასევე ვფიქრობ, რომ გავაგრძელოთ ეს არ იქნება იგივენაირად გამოხატავდნენ მშვიდობიანად ისინი თავისუფალ სიტყვას მხარდაჭერას ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელის მიმართ, როგორც ჩვენ ვდგავართ ახლა მშვიდობიანად გამოხატავთ ამ ყველაფერს, ჩვენ სათქმელს, ჩვენ პროტესტს, როგორც შეეფერება ეს დემოკრატიულ სახელმწიფოს. ბატონო, დიდი მადლობა, სხვებსაც გავესაუბრები, გამარჯობა. არ ახალია რეჟიმის მხრიდან ეს მეთოდი და პრაქტიკა, მშვიდობიან მანიფესტანტებს აკავებენ, აჯარიმებენ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, თითქოს ვინმე მართლწესრიგს არ ღვევს, როცა საპროტესტო აქციაზე დგას. ეს ვნახეთ ქუთაისშიც. რა უნდა დაუპირისპიროს საზოგადოებამ რეჟიმის ამ პრაქტიკას, როგორ ფიქრობთ? რთული კითხვა არის. ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, გავაგრძელოთ ამ პრაქტიკასთან მიმართებაში ჩვენი პოზიციის დაცვა, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი მოქალაქეები, კოლეგები მივატოვოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ამას ვეგუებით და ჩვენთვის სულ ერთია, როგორი მართლწესრიგი იქნება, ხო და მოვითხოვოთ ასევე კანონიერად, აბსოლუტური კანონების დაცვით ხდებოდეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება. კანონიერი იყოს შეფარდებული სასჯელი, კანონიერი იყოს სასამართლო და ნებისმიერი ადამიანი ითვალისწინებდეს ამ კანონებს. ეს არის მთავარი და ჩემი უდიდესი მხარდაჭერა ჩემ კოლეგებს, რომლებიც ყველა კანონის დაცვით მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ასრულებდნენ თავის ფუნქციას და ეს არის ყველაზე გულის დასაწყვეტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ქვეყანაში, ვინც არ იცავს თუნდაც თერაპიულ კანონებს და ეს ორი ადამიანი არის ის, ვინც თერაპიაშიც კი იმ კანონებს იცავდა და ცდილობდა, რომ მართალი ყოფილიყო თავისი კლიენტების და ბენეფიციარების წინაშე. ამიტომ ჩემი სრული მხარდაჭერა მაიას და ქეთის და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ქუთაისში სასამართლოზე წარსდგა და ელოდება განჩინებას. ბატონო, დიდი მადლობა. გამარჯობა, თქვენს გითხარით თქვენი სათქმელის შესახებ მხარდაჭერა კოლეგა ფსიქოლოგებს მაიკოსა და ქეთი ფილაურსა და მაია ცირამოას. მეტი გითხარით, თქვენ რატომ ხართ აქ? შეუძლებელია ასეთ მდგომარეობაში, ასეთ რეალობაში ჩვენს კოლეგებს არ დაუჭიროთ მხარი, რომლების მთავარი მესიჯიც იყო მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, რადგანაც ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები იმ პროფესიის წარმომადგენლები ვართ, ვისაც მორალური და ეთიკური ფასეულობები ზუსტად გვავალდებულებს კიდეც და სხვანაირად არც შეგვიძლია, რომ არ ვიყოთ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და ყველა იმ რეჟიმის ტყვეს მხარდამჭერი, რომელსაც დღეს რეჟიმი ასამართლებს. სხვანაირად შეუძლებელია. პროფესიული ეთიკა გვავალდებულებს ვიდგეთ აქ. თუ ადამიანურის გამო მაინც გვეშინია.
კი ბატონო, დიდი მადლობა. მაგდა, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. მინდა კითხოთ თქვენი აზრით, რას ემსახურება ეს დრაკონული კანონები, რომელსაც იღებს რეჟიმი მშვიდობიანი მანიფესტანტების, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. რა ვნახეთ ქუთაისში, ეს არ ახალია პრინციპში, ეს მეთოდი და პრაქტიკა, რასაც რეჟიმი იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. თითქოს ეს მშვიდობიანი ადამიანები, მოქალაქეები არ ღვევენ იქ წესრიგს. რა ვნახეთ ქუთაისში და რა უნდა დაუპირისპიროს საზოგადოებამ რეჟიმის ამ მიდგომას მოქალაქეებისადმი? პირველ რიგში ეს არის ის რომ გავჩუმდეთ. პირველ რიგში ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი უფლებები, ჩვენი ეთიკა, ჩვენი პროფესია, როგორც თერაპევტების დგას ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ უპირისპირდებიან ადამიანებს, რომლებიც არიან ყოველთვის სიმართლის მხარეს, რომლებიც არიან ეთიკურები, რომლებიც არიან სამართლიანები და აქედან გამომდინარე ეს გულისხმობს შიშის დათესვას ჩვენს პროფესიაში და ასევე მთელ სოციუმში, რომ თუ არ გავჩერდებით, თუ არ გაჩერდებით, თქვენს იგივე გელით. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ, ჩვენ ვაპროტესტებთ მაია ცირამოას და ქეთი ფილაურის არ ვიცი როგორ ვთქვა, ძალიან აღელვებული ვარ, ძალიან ესეთი ემოციური ფონის ქვეშ ვიმყოფები აქ და ახლა და მათი თავისუფალი ხმის ჩახშობას და გაჩუმებას და ჩვენ აქ ვართ მათი კოლეგები, მათი მეგობრები. უღრმესი მადლობა. მე დაგიტოვებთ კადრს. აქციის მონაწილეები უფრო და უფრო მეტნი მოდიან ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. აქ იკრიბებიან ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოთერაპევტები, როგორც მოისმინეთ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ თავიანთ კოლეგა ფსიქოლოგებს მაია ცირამოასა და ქეთი ფილაურს, ასევე რა თქმა უნდა ითხოვენ რეჟიმის ყველა პატიმრის, ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელის, ნეტგაზეთისა და ბათუმალების დამფუძნებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მე შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაც ოქროპილაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია 26 იანვარს გაიმართა, თუმცა ქუთაისის პოლიციამ რეაგირება 6 თებერვალს გადაწყვიტა. აქციის 9 მონაწილეს ედავებიან მანიფესტაციისა და შეკრების კანონების დარღვევას.